ამ ვიდეოში მოგიყვებით დაუჯერებელ რამეზე, კონკრეტულად გულის ოპერაციაზე, რომელსაც რობოტი ასრულებს. უფრო სწორად, ქირურგი რობოტის დახმარებით. ეს არის დავინჩის აპარატი, რომელიც აქამდე უკვე ხშირად გამოიყენებოდა სხვადასხვა ქირურგიულ დარგებში, როგორც არის მაგალითად უროლოგია, ზოგადი ქირურგია და ასე შემდეგ. თუმცა ყველაზე წარმოუდგენელია ის, რომ გულზე ოპერაციის გასაკეთებლად ეს აპარატი აქამდე არავის გამოუყენებია. ამ ტექნიკით კი ოპერაციის ჩატარება გულმკერდის გაჭრის გარეშეა შესაძლებელი. თუ კლასიკური გულზე ოპერაციის დროს საჭირო იყო მკერდის ძვლის გახერხვა და მთლიანად გულმკერდის გახსნა, რაც რა თქმა უნდა პაციენტისთვის უდიდეს ტრავმას წარმოადგენდა, დავინჩით ოპერაციის დროს კეთდება მხოლოდ 4 ხვრელი ნეკნთაშუა სივრცეში რბილი ქსოვილების და კუნთების გავლით, ანუ მკერდის ძვალი კი არა, ნეკნებიც კი არ ზიანდება ამ პროცედურის დროს და ასე ამ რობოტის მხრების დახმარებით ხდება მიდგომა გულმკერდის შიგნით უშუალოდ გულზე. წარმოიდგინეთ სისხლძარღვები, რომელიც გულის კუნთს კვებავს, ანუ კორონარული არტერიები, რომელზეც მანიპულაციის და ნაკერის დადება სჭირდება მიკროსკოპული სათვალეები. დავინჩით ოპერაციისას ქირურგი ამ სისხლძარღვებზე მანიპულაციას აკეთებს საერთოდ რობოტის დახმარებით, ისე რომ მოშორებითაც კია პაციენტისგან. გაუაზრებლად დიდ სიზუსტეს მოითხოვს ეს ყველაფერი. ამას გარდა დავინჩის დახმარებით შესაძლებელია გულის სარქველებზეც რეკონსტრუქციული ოპერაციების ჩატარება. ეს ყველაფერი კი პაციენტისთვის ნიშნავს ოპერაციის შემდგომ გაცილებით უფრო გამარტივებულ და შემოკლებულ პერიოდს. აი ასე გამოიყურება ეს ყველაფერი საოპერაციოში. შენ კი თუ სამედიცინო კონტენტი გაინტერესებს, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და გაუზიარე მეგობრებს.